ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 21-27 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. იმუნიზაციის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა ლედიმ და ჯანმრთელობის მინისტრის პირველმა მოადგილემ პრესკონფერენცია გამართეს და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2012 წლიდან საქართველოს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როტა ვირუსებით გამოწვეული დაავადებების ვაქცინაცია დაემატება. ღონისძიება, რომელიც უკვე მეშვიდე ტარდება, მოსახლეობისათვის მედიისა და ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისთვის იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენებას გულისხმობს. ვახსენებ მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიიყვანოს თავიანთი ბავშვები აცრებზე, რომელიც კალენდრის მიხედვით უნდა გაკეთდეს. ეს პროგრამა არის სრული უფასო, არის უსაფრთხო, არის ძალიან თანამედროვე ვაქცინები UNICEF-ის დახმარებით შეძენილი და ჩვენ მოხარული ვართ, რომ წელს დაიმატება კიდე ერთი აცრა, არის როტა ვირუსის აცრა. საქართველოში 10 ტიპის აცრა არის, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პირველადი რგოლის აქტიურება, რათა მოსახლეობა ძალიანად იყოს ინფორმირებული და მოცული იქნას მაქსიმუმ 95% მოსახლეობის, რათა დროულად მოხდეს აცრების ჩატარება.